გამარჯობა, მე ლელა ვარ. 51 წიგნი ჩემს ბლოგზე, ხოლო მე-7 კლასელებისთვის კი მე-16 წიგნი არის ინგლისელი მწერლის ენიდ ბლაიტონის მელორი ტაუერსი, რომელიც მაია წითაძემ თარგმნა და სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. წიგნი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში არის დაწერილი და ეს სერია რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი არის ამგვარი მელორი ტაუერსი. ჩემს უფროს გოგორს უყვარდა ეს სერია და სულ მინდოდა წამეკითხა. ხოლო ახლა მოვახერხე, ერთი ამოსუნ თქვით წავიკითხე და თქვენც გირჩევთ, მოკლედ გეტყვით, რას ეხება წიგნი. მელორი ტაუერსი მეგონა პერსონაჟი და აღმოჩნდა, რომ ეს არის სკოლა-პანსიონის სახელი. ამ სკოლა-პანსიონში მხოლოდ გოგოები სწავლობენ და არდადეგებზე შინ ბრუნდებიან. წიგნს აქვს ძალიან ცოცხალი, საინტერესო სიუჟეტი და როგორც ყველა სკოლისთვის არის დამახასიათებელი გოგოების ცხოვრება, სასკოლო ცხოვრება. არის ახსავსე კონფლიქტებით, დადებითი და უარყოფითი მოვლენების მონაცვლეობით, ერთმანეთის ხასიათის სწავლითა და საკუთარი თავის შეცნობით. აი ეს ყოველივე დაგხვდებათ ამ წიგნში. 9-10 წლის გოგოების შესახებ მოგვითხრობს. მთავარი ავტორი, მთავარი პერსონაჟი არის დარელ რივერსი და კიდევ გვხვდებიან შემდეგი პერსონაჟები: ელი ალისია, მარილუ და გონდოლინა. ყველას თავისებური ხასიათი აქვს, თუმცა გონდოლინა მათგან ძალიან განსხვავდება. ის არის განებივრებული დედის ერთა ბავშვი, რომელსაც მხოლოდ ერთი აღმზრდელი ზრდიდა და მარტო აქებდნენ მას. არავინ არ უსწორებდა, უთითებდა, თქვათ, შეცდომებს, როდესაც უშვებდა და როდესაც ეს ბავშვი აღმოჩნდა თავის თანატოლებს შორის, გაურთულდა ურთიერთობები, რადგან აქ ის ღრუბლებით გარემოცული გარემო აღარ დახვდა და სამწუხაროდ თავის დამკვიდრება დაიწყო არასწორი ფორმებით, უშვებდა ძალიან ბევრ შეცდომას და ფიქრობ, რომ ეს წიგნი ბავშვებს დაეხმარებათ, დააკვირდნენ, დააღიქვან, პარალელი გაღავლონ საკუთარ ცხოვრებასთან, საკუთარ საკლასო ოთახებთან, რომ კლასი არის სხვადასხვა ხასიათის ადამიანების ერთად ყოფნა, ამას გულისხმობს და ყოველ მათგანს დიდი წვლილი მიუძღვის იმ ატმოსფეროს შექმნაში, რომელიც უნდა იყოს კლასში, ჯანსაღ ატმოსფეროს გულისხმობ და ამისთვის კი პირველ რიგში საკუთარი ბრაზის მართვა უნდა ისწავლონ, უნდა ისწავლონ დაკვირვება ერთი მეორეზე და ძალიან მკაფიოდ არის ხაზგასმული ამ პირველ ნაწილში სამართლიანობა. როდესაც გონდოლინა უსამართლოდ იქცევა და ამას ყველა აღმოაჩენს, სკოლის მასწავლებლებიდან დაწყებული ბავშვებით დამთავრებული ცალსახად ერთხმად დაუპირისპირდებიან მის ცუდ აქციას, იმდენად რომ შემებრალება კიდევაც. ვფიქრობდი, რომ წიგნის ბოლოს ამ გონდოლინას ხასიათის ცვლილებას შემოგთავაზებდა ავტორი, მაგრამ ალბათ რადგან სხვა სერიებიც აქვს ამ წიგნს, ალბათ იქ ვნახავთ, როგორ განვითარდება ამ გონდოლინას ხასიათი. ურჩევდი მშობლებსაც, რომ წაიკითხონ და დააკვირდნენ საკუთარ შვილებს, რა აწუხებთ, უფრო დაგეხმარებათ, რადგან აქ არის ერთი გოგო, რომელსაც პატარა დაიკო შეეძინება და ამას ძალიან განიცდის. აქ არის კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც დარელის წერს თავისი თანაკლასელის დედას წერილს. ჩემი პატარა ბიჭი არის აგერ და სკოლის ეზოში ვწერ ამ ვიდეოს, თან ვასეირნებ და თან მოკლედ გაცნობთ ამ წიგნს. და ეს წერილი გახდება ამ ქალისთვის, ქალის გამოფხიზლების გზა და როგორი საინტერესოა, ჩვენც რომ მივიღოთ ჩვენი შვილების კლასელებისგან წერილები, რა კარგი იქნებოდა. ამაზე დავფიქრდი. და ხომ კიდევ რაზე მინდოდა ძალიან კარგი გარემო არის ამ სკოლაში, არის აუზი, აქედან ჩანს ზღვა და ზღვიდან შემომავალი წყლით არის ავსებული აუზი და მოკლედ გოგოებიც სურავენ,
სწავლობენ ფრანგულს, ცელქობენ, მასწავლებლებს აბრაზებენ. ძალიან საინტერესო მასწავლებლებიც შემოიყვანა ავტორმა. და სულ არ გგონია რომ ამ წიგნს თითქმის წიგნამდე 100 წელი, წიგნის დაწერამდე 100 წელი გაშორებს, თითქოს ჩვენს თანამედროვე ყოველდღიურობას ეცნობი, რადგან აი ინგლისელი არის ავტორი, როგორც იცით და ეს ინგლისელი გოგოების ინგლისური საბავშვო ლიტერატურა ხასიათის პერსონაჟთა ხასიათის განვითარების თვალსაზრისით მგონია რომ ძალიან მაღალ დონეზე დგას და ადამიანის ღირსება, ადამიანის ხასიათი და სოციუმში თანაარსებობა, რომ სხვას არ შეუქმნა შენი ცუდი ხასიათით პრობლემები, ეს მგონია რომ მარადიული იქნება ყოველთვის, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და სასკოლო ცხოვრებისთვის კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. შემდგომ ოქტომბრის მზიანი დღეა. სხვა მყუდრო ადგილი ვერ ვიპოვე. სულ ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის. დანარჩენი უკვე თავად აღმოაჩინეთ, იმიტომ რომ მეორე წიგნიც უნდა გაგაცნოთ. და ძალიან ვისიამოვნე მელორი ტაუერსის კითხვით და მართლაც გირჩევთ რომ მასწავლებლებს და მშობლებს განსაკუთრებულად წაიკითხოთ, შესთავაზოთ კლასის საკითხო წიგნად თქვენს მოსწავლეებს და ერთად დაფიქრდეთ როგორი დიდი მნიშვნელოვან როლს თამაშობთ ერთმანეთის ცხოვრებაში. ესეთი არის ბალიშის პირი და წარწერა არის ამგვარი. თუ როცა ერთხელ გაუჩენ ადამიანს რწმენას, მერე ყველაფერი ადვილია. მასწავლებლობაც სწორედ ამაზე დგას, ჩემი აზრით, რომ ბავშვებს თვითრწმენა გაუღვივოთ. არა მარტო ბავშვებს, ერთმანეთსაც გაუღვივოთ თვითრწმენა დასრულებმა. ბალიშის პირების მოხატვის შესახებ ცალკე ვიდეო უნდა ჩავწერო და გაგაცნოთ, გესაუბროთ როგორ ვარჩევ ნაჭერს, ნახატს, სად ვხატავ, ამას 2 კვირაა ვხატავ. ეზოში დავიწყე, როცა ბავშვას ეირნებდით, ვუყურებ რომ იქვე ახლოს იყოს ან არ წაიქცეს მოუხაზე, მე ძლივს მოვიცალე რომ შავი კონტური შემომევლო, გაფერადებებს შორის ნერსე იღვიძებდა და მოკლედ წარწერა უკვე დილას დავწერე და დრო რომ გავა ალბათ გამიკვირდება როგორ ვახერხებ ამ ვიდეოების ჩაწერას ჩემი ამჟამინდელი რუტინის ფონზე. მადლობა ჩემს თავს ამჯერად საკუთარ თავს უნდა გადავუხატო, მადლობა. დროებით.